ფასების შემსწავლელი კომისიის ხელმძღვანელმა რუსეთ საქართველოს მოქალაქე შოთა ბერეკაშვილმა 2024 წელს საყიდლებზე 455,483 ლარი დახარჯა. მისმა დიზაინერმა ცოლმა მაკაკვიციანმა კი 266,832 ლარი. ოცნების წევრი ბერეკაშვილი დეკლარირებული მილიონერია და ცოლთან ერთად 10-მდე კომპანიას ფლობს. მათ საკუთრებაშია ასევე სახლები, მიწის ნაკვეთები და ძვირადღირებული ავტომანქანები. ჩვენი შვილები განწირულები არიან. დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე მოზარდთა მშობლები კობახიძესთან შეხვედრას დღეს უშედეგოდ ითხოვდნენ. კანცელარიიდან გამოსულმა პირმა მათ უთხრა, რომ არასამუშაო საათების გამო ვერავინ შეხვდებოდა. კანცელარიამდე მშობლები საპროტესტო მსვლელობით მივიდნენ. ისინი ამბობენ, რომ ჯანდაცვის სამინისტრო წელიწად ნახევარია ხელოვნურად აჭიანურებს სამკურნალო მედიკამენტების შემოტანას. ფილარმონიიდან პარლამენტამდე ამ წუთებში თბილისში შაბათის მარში იმართება. მსვლელობის მონაწილეები ოცნების განათლების რეფორმას და ორი სახელმწიფო უნივერსიტეტის გაერთიანებას აპროტესტებენ. დაიცავი განათლება ასეთია მარშის მთავარი ლოზუნგი სხვა მოთხოვნებთან ერთად. თესეუს რექტორი თანამდებობის დატოვების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ინტერპრეტაციას უწოდებს. სამუშია არ ადასტურებს, რომ გადადგომაზე განცხადება დაწერა. ინფორმაცია მას შემდეგ გავრცელდა, რაც უნივერსიტეტის პროფესორმა თამარ ბელქანიამ განაცხადა, რომ გუშინ მიქანაძესთან შეხვედრაზე სამუშიამ უფლებამოსილების შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო.